ექსპო ჯორჯიაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირჩევენ. ხმის მიცემის პროცედურა 10 საათზე დაიწყო, შედეგები კი 19 საათისთვის გახდება ცნობილი. კომისიის 15 წევრმა, რომელიც გუშინ დაამტკიცეს, არჩევანი ირაკლი ყანდიაშვილის, გიორგი მარიამიძის, მანუჩარ ჭუმბურძის, ირაკლი ჩომახაშვილისა და მუხრან ღურწკაიას, ასევე ნიკოლოზ კვანტრიშვილის შორის უნდა გააკეთონ. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ კვანტრიშვილმა გუშინ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა ის საარჩევნო ბიულეტენზე მაინც რჩება. ამასთან დღესვე კრებაზე აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც აირჩევენ. მმართველი ორგანოების არჩევნებში ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული. კონკურენტული გარემო არ იყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი კანდიდატის ბატონი ირაკლი ყანდაშვილის სასარგებლოდ მუშაობდა ადვოკატთა ასოციაცია ამ პერიოდის მანძილზე, რაც არის დაუშვებელი. მიუხედავად ამისა, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გამოეყენებინათ ეს ადმინისტრაციული რესურსი, რასაც ქვია ადვოკატთა ასოციაციის რესურსი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადვოკატთა ასოციაციაში მოვიდეს ახალი სისხლი. დღეს მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ეს ადვოკატებს უნდათ. ეს არის ცვლილებები. მე ნამდვილად ვისურვებდი წინა საარჩევნო უფრო მეტ ეთიკურ და კოლეგიალურ მიდგომას კონკურენტი კანდიდატების მხარდამჭერი გუნდიდან, თუმცა რაც არის ეს არის რაიმე ტიპის მანიპულირება და რაიმე ტიპის ეჭვი ან ჭორი რაიმე გაყალბებასთან დაკავშირებით მე მგონი გუშინ დაესვა წერტილი. ჩემი თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება პროფესიის განვითარება და თითეული ადვოკატის უფლებების დაცვის სადარაჯოზე დგომა. დიდი აქტიურობა, მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ამ არჩევნებში 5650-მა ადვოკატმა. ჩვენ მაქსიმალურად ამ 2 დღის განმავლობაში ძალიან დემოკრატიულად გამჭვირვალეთ შევქმნით ყველა პირობა, რომ ადვოკატებმა გამოხატონ თავიანთი ნება და მისცენ თავიანთ რჩეულს ხმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, რათა მმართველმა ორგანოებმა განაგრძონ ის საქმიანობა, რაც დაწყებული გვაქვს ამდენი ხნის განმავლობაში.